გამოიხატებოდა, რომ როდესაც მას გარდაეცვალა პირველი მეუღლე დავითის დედა კესარიონ ყობერიძე, მას მალე მოუყვანია მეორე ცოლი. ეს იყო სამწერეძიელი მიქელაძის კულაშელი ქალი, რომელიც მომკვირაში გარდაცვლია. დავითისათვის ხუმრობით ყობერიძის ერთადერთი ქალიშვილი. ბავშვობის პერიოდში ოჯახიდანვე გამოღებული და გადატანილი ხაღაძე. დედამ შეასწავლა პირველი ანდანი, შემდეგ შეასწავლეს თავის რუსულ ენას და მოაწყოს ბრელოვის რუსულიან სასწავლებელში. აი მისი პირველი და უსაყალესი მასწავლებელი ანდრია ბრელიშვილი, რომელსაც სურათზე ვხედავ. აი ამ სასწავლებლის დამთავრების შემდგომი მოხდა ასეთი, რომ დავით კრიაშვილმა დუელში გამოიწვია ჩერნომორსკი ვესნიკის რედაქტორი პალმი იმის გამო, რომ მან გამოქვეყნა და შემდგარა რადგან პალმიმ გაიგო დავით კრიაშვილი გაფრინდ ბეღურათას წინათ არაცენდა და უჩუმრად გაიპარა თემი. დავით ძალიან მყარებია ჩაიდა აგვისტოს ხელი დღეებით რომ ყოფილიყო მის მეუღლეს მარია მაჭავარიან. აი ამ სამოვარში მისთვის გაგმეხონებოდა ცხელი ჩაი და როდესაც ეწყოდა მარია მე ჩემი ღვინო მომართე. სტუმრებს კი თავისი სტუმრებისთვის ნამდვილად უნდა მიაქციათ. ეს იმას ნიშნავდა მეუღლეს მისთვის ცხელი ჩაი მიერთმია. ლამპა რომელსაც ოჯახი იყენებდა მას დღევანდელი ერთი ლამპოჩქის გამოსხივების ოდენობის სინათლე გააჩნია. სკამლოგინი რომელსაც ოჯახი სარგებლობდა. სკამლოგინს ბავშვებო ორი როლის შესრულება უწევდა. სახელიდანაც გამომდინარე სკამლოგინი. დღისით სკამად იყო გამოყენებული. საღამოდი კიდევ ლოგინად. საშექცევით იძინებდნენ თურმე. ეს ძირითადად ღარიბთა ოჯახებში ხდებოდა ასე. ამ ოჯახებში მაინც ჩამოსასვლელად იყო გამოყენებული. დავითის პირადი ნივთები, გერმანული ცეცხლგამძლე, თერში საოცკი, ჭიქები, ლამბაკი და ფინჯალი, რომელსაც დავით კრიაშვილი მიირთმევდა ჩაის, მამისეული, სამსონისეული, ყანწები, ჭიქა, 2 ლიტრიანი კათხა. ამ სოფელში შესანიშნავი თამადა ყოფილა ბაანა ღვენეფაძე, რა თქმა უნდა ეს პიროვნება ყოფილა დავითის ქორწილზე თამადა ამ 2 ლიტრიანი კათხი დაულევია ნეფედოდოსის სადღეძილო და გადაუცია მათთვის საჩუქრად. ვერცხლის ჩანგალი, კოვზი და დანა, რომელიც მეტლებმა აჩუქეს დავით კრიაშვილის 1903 წელს. ვენური ავეჯი, მე ნუ მასწრებ. ვენური ავეჯი, აი ეს ავეჯი ვენიდან იყო ჩამოტანილი. საათი გაჩერებულია დავითის გარდაცვალების დროზე. დღის 12-ით ნახევარზეა გარდაცვლილი. პატეფონი, რომელსაც დავით კრიაშვილი ისმენდა მუსიკას, დავით ძალიან მყარებია მუსიკა, ხშირად ოპერაში დადიოდა, განსით უსმენდა მას, ხშირად გული შეღონებია, გამოსულა, მოსულიერებულა და ისევ გაუგრძელებია მუსიკის მოსმენა. რა იქნებოდა ქართული მუსიკა ვანო სარაჯიშვილის, გარეშელის, დავით კრიაშვილის საკუთარი სიტყვებიდან. აი ეს არის ბანკოს იგივე კარტის, ნარდის სათამაშო მაგიდა, აი ამ მაგიდაზეა ნათქვამი რომ მაგაგის ერთელი ხშირი სტუმარი იყო ამ ოჯახის, აი ამ მაგიდაზე ხშირად თამაშობდა კარტს, ნარდს. აკაკი წერეთელი და მარია მაჭავარიანი ეს თამაში ყოველთვის ნიზლებზე ხდებოდა და აკაკი წერეთელის თურმე მოითხოვდა ნიზლების გადახდა. შანდლები ეს ერთადერთი ნივთი არ არის დავითის დროინდელი ბავშვები ჩვენს მუზეუმში, მხოლოდ ჭიათურის მშრომელების მიერ 100 წლის იუბილეზე გადმოცემული იქნა ეს საჩუქარი მუზეუმისადმი. ბუხარი, რომელსაც ოჯახი იყენებდა, ეს არის ნამდვილი ბუხარი. საექსპოზიციო დარბაზში რომ დგას, ის არის რესტავრირებული ბუხარი, იმერთ საკვამლებზე აგებულია 3 ბუხარი. ბუხარი განაწილებულია ყველა ოთახებში და ისე იყენებდა ზამთრის განმავლობაში მას ოჯახი. ნაკვერცხლის უთო, რომელსაც ოჯახი იყენებდა. შეიძლება თქვენს აკაც ასეთი ნივთი შემორჩენილი ოჯახში. დავითის სამუშაო მაგიდა, აი მაგიდაზე წერდა დავით კრიაშვილი და თავისი ფიქრები გადაქონდა ფურცელზე. დავითის სათვალე საწერ კალამი, მელანის საშრობის სანთელი და იმდროინდელი ჟურნალები, რომელიც გამოდიოდა, გრძემნი და შრომა, საყვავილე, რომელსაც ოჯახი იყენებდა. ყველა ვერ დავეტევდა, შემდეგ შემოვიდა. დავითის საძინებელი ოთახი, ასევე ძახით ბავშვებო, ამ ოთახს აი ამ საწოლზე იძინებდა ეს შესანიშნავი პიროვნება და აი ამ საწოლზეა გარდაცვლის. დავითის სამუშაო მაგიდა ხელით ნაქსოვი ხალიჩა თითქმის საუკუნე ნახევარს მოიცავს ეს ხალიჩა, მაგრამ მასზე მაინც შენახული არის ორნამენტები. უჩა ჯაბარიძის მიერ შესრულებული სურათი დავით კრიაშვილი, ეს არის დავითის ხუდი, ჯოხი და ხურჯინი, უზბეკური წარმოშობის ხურჯინი. უზბეკი დავით კრიაშვილს ყავდა სიძე ქალიშვილის ქმარი და ამ ხურჯინზეა ნათქვამი რომ დავით კრიაშვილი თან მხარეზე აწყობდა იმერულ ყურებს, მეორე მხარეზე თავის ხელნაწერებს და ჯორზე ამხედრებული მიდიოდა აჯამეთის სადგურამდე მატარებელს რომ გაყოლოდა, ჩასულიყო თბილისში და თავის ხელნაწერები გამოიქვეყნებდა. აი აქაც ვხედავთ ბუხარს, დავით ძალიან მყარებია, როდესაც ბუხარში
ნაკვერცხალს მისჩერებოდა, ეს ჩვევა განსაკუთრებით ჰქონია მოხუცებულობის ასაკში, ის ბავშვები გარდაეცვალა, მას ფეხები ვერ გაუსვერს, მოხრილი დავრჩა რევმატიზმისგან ფეხები, აი ამ ქვით მოხდა მისთვის ფეხები გაესწორებინათ, რა თქმა უნდა, შვილებზე იმოქმედა მამის გარდაცვალება, სერგო კდიაშვილის სიტყვებია, როდესაც მამის ჩიას სხეულზე დავინახე ამოდენა სიმძიმის რიყის ხო, მისი სიმძიმე ჩემს გულს დააწვა, ვიფიქრე, ამოდენა სიმძიმეს ვერ გაუძლებდა მისი ჩიას სხეული, ავიღე და ეს თქვა მოვისროლე შორს, როდესაც მამა ჩვენ არ გვეკუთვნოდა, ის მთელი საქართველოს კუთვნილება იყო, ამოვიტანეთ და ეს თქვა დავდეთ მუზეუმში როგორც ექსპონატი. ასეთი ნიშნულობისა ბავშვებო ეს უბრალო რიყის ქვა, მაგრამ მუზეუმისთვის მეტად რომელსაც ოჯახი იყენებდა. ამ აივანზეა ნახევრად სანდარien ის ბავშვები მასწავლებელი რატო არ აქცევს? ან იცოდა წერა, კითხვა, ქარგვა, ქსოვა, შესანიშნავად უკრავდა დაირაზე და ამასთან ერთად შესანიშნავით მოცეკვავე ყოფილა. გავითი ასეთი ღირსები და ავსებდა თავის მეუღლეს, როდესაც ბათუმში ვიმყოფებოდით. ოფიცრებთან კლუბში მეუღლებთან ერთად ვიკრიბებოდით. მარიამი ყოველთვის დარბაზში პირველი გახსნა ცეკვით დარბაზ პირველი და შემდეგ საჯიჯნა დაუტოვებდა სხვასო. აი ზემოთ რასაც ხედავთ, ის არის სამზადი ბავშვებო, უხნის მოვალეობას ასრულებდა დავითის ცხოვრების პერიოდში. იქ კეთდებოდა სადილი და ვახშამი მოსამსახურები, სამზადი, იგივე სამზარეული. აი ზემოთ რასაც ხედავთ, ჭური და მარანი. მარნის მოვალეობას ვიცით. აკლის ძირში რომელიც აქეთ კიდევ ხულა, იგივე სასიმიდე, იმერეთში სასიმიდეს ეძახით მას, იგივე ხულა. აი ეს ძელფის მემორიალური ნაჭერი, რომელიც ძელფის ჯირში ცხოვრობდა დავით კდიაშვილის დასაფლავება. აგერ ბავშვებო ახლოვდებს გოჭრილი უბრალოდ დიდხარიანობის დროს 77 წელს აქცეულა, რაც ემია მუზეუმის უკანა ნაწილს, რა თქმა უნდა დაუძიანებია მუზეუმის უკანა მხარე და შემდეგ ის ქვაზე უყარდა თურმე დავით კდიაშვილის ჩამოჯდომა და წინაპრები ყოფილა. წინვალი. მუდარო. ეს ხება დიდხელში, აი ისიც დავითის დროინდელია. ეს ყოფილი დავითის მალე გადაიცვალა, აქ ყოფილა ყოფილის ხე, მაგრამ შემდეგ Londa, mortis ma, mortis. არის წარმოიდგინეთ რა იქნება ზაფხულია. Что что? No me digas chinga ya. Ya me quisieras de cámara. Joaninha! Fica. Olha,
Tato. Vale, esquece, vídeo Bacha, baro, bacha. Thank you. ამიტომ წვენამ გავხედო მუსორთუგო. სოდე ორტო. სო ირდი ხას. Irene. Bacha. Ginango. Saratina. Nino. Shamina Reis. Nina, chke musa qarles otkumare art. Namut angaro miorsi. გასუცდებით დედას როგორია ლედი? Kumna prezo. Shkirena da khoy shkirena. ვა. Aganu. ჩიჩე ბუდა. Anem sudan ginardo. Saat anem sudan ginardo. 컴지에 어디에 컴지에 우선 컴지에 뭐 가지 심하슈르 게샤메 컴지에도 술 사이 가고 이렇게 남하게 이래 봐야지 내 따뜻한
სოსო. Parodi boşe, kumbozane boşe. Staro Pavros mu çeşunki? Tau. Hey, xeso gigemu. Qado ugoshi. ღერ, პარკოზი. ვამი ღოზისკო. სოი იყო. ვა, მოჟღერ ვი. პარკოზი იყო. ვა, ჩიმი ფი ვამი. მოედა ჯგრადგის მოგ გინიმღე. შიში. სო. შიში, დრო კოჩი უდერო გუის. ედი ჯიბდათო. თა შიშაბდა გონ. აურში 10 ბეშმარტი. დაჭი გეგნო გიბაგო. მა? სკოლა ციფარდი. შემაგიანდა. აღურ მოგ მაგიზი გიგენა. ახლა სახში. მომჩი ვარ კაკენდო. გიძენ ჭყან გოგო. გიძენ ნანო, გიძენ ესა და. დავიდე. Давай. Теген тордия. Забегу вообще рапиров чамозлазыр, чамо. Aba ulla. 다다, 나도 앞에서 여주나 거. 태울래. Cool. 나도 객섭이. Muchkaro, bujebo. Muchkaro, Ura კარგად ჭამს და მადიანად შეექცევა. გაიშალე დროში. და ვარ ვეგნიყავს. ხვალე თქვა გინო იყანა. მიდი და გააკეთე
კაცო სანამ დროა. ის ხაცია ეს. ახლა მედიდა. სად მიდიხარ? ზემოთ მინდა მთაზე ასვლა. ლევანის გაუმარჯოს. აბა, ხაბურდარია. Алло. Алло, მოიხედე და. თორე სურად გინოყალიბე. სამშობლო მთებო. სადროი. დიდი ხნით. დიდი ხნით მეთქი? დიდი ხნით. ისე ჩვენ დასაბუთაჟებელი კადრები ვართ, იმიტომ რომ არაჩვენებელი ხალხი ვართ, მესხეთში ჩამოსული დასაბუთების გამო. კარგით, კარგად ჯანდებოდით. შენ რასაც წერდით ყველაფერი შეწერი. შვიდობით. აი ხელი. ჩემი სიტყვა გამომიგე. ოია, იმიოყე. შენ უკვე იღებ? აღარ ეს ვიგნო მიღე. მა ბაში მიღე. αγωνάζუა დიდა გოძრუს ამოზი. მოდი. საგანავი დამწყდა რა. გემურდი ვარზიას. Okay.
ჩვენ ვიმყოფებით საჯინიბოში. აქედან იწყება ექსკურსია, იმიტომ რომ მე გვაქვს საექსკურსიო ბილეთი გასავლელი და ზემოთ რაღაც სამეფოსთან ერთად დავასწრებს. ეს არის საჯინიბო იყო ასნაირად მოხდომილი. აქედან ეს პატარა ნაყოფები სადაც ეს არის ბაგები, სადაც საფეხურებები მივას და რაღაცა. აქ ამოდიოდა მეჩინიბე და აქედან უყურდათ ცხენებს და იმას ხორბალი იქნებოდა თქვა ნებისმიერ რა საქმეს. ბატონო ამდენი დაეტეოდა. სა. რა ამდენი დაეტეოდა. მე ახლობით არის რა ინფორმაცია. ისინია ეს. აღმოწიფულია. ხო. მონგრეულია ხან აი აქ არის შემორჩენილი სადაც ებახურმე მიროთს. აქ ჩამოდიოდა წყალი. აი ამ მღარების მსხვერპლებით ჩამოდიოდა წყალი. წყალი გამოდიოდა კალდეში, მაგრამ ეს არის ის ჩავარდნილი და დაიკარგა საუკუნეების განმავლობაში ალბათ სხვაგან გასავალი და გავა. იჩა! ესავია რო, ესავია. სურათი ვინმგადაგო. ქართი გავიდე ბარგერათა. ლევა მურედეკ მუ. სურათი პარია სუფთა. მაგრამ მოდის მე თბილისში ჩემო ლეო. და იქით კიდევ, ხაი, მინდა მოგიგახელი. ახლა მეც მოდები რომ. ვარდის მშენებლობა დაიწყო გიორგი მესამე, კანონის მამა. მე-11 საუკუნის დასაწყისში. წლები არ არის ზუსტად ცნობილი. ვარდის მშენებლობა თითქოს მიდიოდა 70 წელიწადი. გიორგი მესამემ დაიწყო დასავლეთის მხრიდან და მოიყვანა ნახევრამდე დასავლეთის ფასადი. მესხეთში ყოფილიყო ვარძია, ეს უდიდესი ციხე-ქალაქი, დასაყრდენი პუნქტი ჩვენი სამხედრო ძალის. აქ უნდა ყოფილიყო რეგულარული არმია. შემდეგ თავმოყრებამ ცოტათი შეცვალა თვითონ პროექტი და შიგნით ციხე-ქალაქში დაარსა მამათა მონასტერი, სადაც ცხოვრობდა 700-მდე ბერი. თვითონ ვარძიაში არის სხვადასხვაგვარი ისტორიული ცნობები, რომ ცხოვრობდნენ 12,000-მდე ადამიანი და იყო თურმე 20-დან 25,000-მდე კაცი. თვითონ მთლიანად აი ამ ვარძიაში რა. წინიდან ვარძიას აქვს 20-25 მეტრა 30 მეტრი და მონგრეული, წინიდან აი ეს რასაც ხედავთ, წინიდან მთლიანად ფასადი. ვარძიას ჰქონდა მთლიანი ფასადიდან არქანდა გარედამშვიდობი და თვითონ მას პატარა სანაპიროზე უწვრილი და ამ სანაპიროების მეშვეობის ნაწილები ეზოებინა სამხედრო დასაყრდენი ცენტრი, ეს ციხე-ქალაქი. იმიტომ რომ ძირითადად სიგარის მოიწვია. იმიტომ რომ აქ მესხეთში მოდიოდა ძირითადად მიწისძვრები, ყოველთვის დაიწყო. და რამდენიმე ეგზემპლარია გადარჩენილი, დღეს ზოგი არის მიუწვევი, ერთადერთი ეგზემპლარი დაბრუნდა საბერძნეთიდან, დაბრუნდა მისიონერმა ბერმა და დღეს ინახება თბილისის სახელმწიფო მუზეუმში. ინგამას აქეთკენ არ ჩამოვალთ ვინ ასე ჩამოვალთ. და თუ გადაღება გინდათ ეხლა უნდა გადაიღოთ. მთლიანი ხო ქონდა ვარძიას არა და შიგნით იდგა ყოველთვის ზაფხული იდგა 18 გრადუსი ტემპერატურა რა. 18 გრადუსი ცელსიუსის ტემპერატურას ხო ნორმალური რომ ზამთარ-ზაფხული. იშვიათად ხდებოდა ვარძიის გათოვება, თუ დიდი ზამთარი იყო ან ძალიან ცივი ზამთარი იყო. აი ეს ადგილი არის ერიის ადგილი, თონე ალბათ ყველას გინახიათ. იყო სქელი სამყიდრიანი თონის თონე ოღონდ იყო დაფარული, აი აქედან ამ ადგილიდან ქონდა ამოჭრილი, შეგეძლო საწვავი შიგნით შეგეყარათ, შეგეკეთებინათ აი ამ ადგილიდან და გამოდიოდა კვამლი აი ამ ღარის საშუალებით.
და ესეთნაირად იყო თვითონ ბოდიში კომპლექსი გაკეთებული, რომ კვამლი შიგნით გამოდიოდა ოთახებში გვდებოდა, მაგრამ არ გჩოლავდა რა, შიგნით რომ აი დაგუბებული იყო და გადიოდა პატარა სანატორიები ჰქონდა, იმ სანატორიების საშუალებით გადიოდა ეზოებში, ეზოებიდან შემდეგ გარეთ. და ამ გვირაბებს, იმ ორ გვირაბს, დიდ გვირაბს, აი უკან გასასვლელო საიდან ჩავატვირთო. რა დანიშნულება ჰქონდა აი ეს გვირაბს და ამ გვირაბს. ზაფხულში ერთი გვირაბიდან შემოდიოდა გრილი ქარი, ჩრდილოეთის გრილი ქარები და თვითონ ამ მეორე გვირაბიდან სამხრეთის თბილი ქარები და ტემპერატურა სანეიტრალიტა რა, სიცივეს და სითბოს. აი ასეთი დანიშნულება ჰქონდა აი გვირაბებს. და ის მეორე გვირაბი არის თან საიდუმლო გასასვლელია. ვარძიას ჰქონდა ერთი შემოსასვლელი, ტერმაკი იცოდა, ის შემოსასვლელი ჩანდა, მაგრამ რამდენი გამოსასვლელი იყო, ის დანარჩენი არ ჩანდა. მთავარი კარიბჭე იყო მარტო ხილული რა. აქ არის ქალაქი ანანური, რომელიც არის ვარძიის გაგრძელება, ჩვენ ხო ამოვიარეთ ეს გზაზე. იქიდანაც დაინახავთ, მე იქ პატარა კლდეები და ისინი. არა, ის სხვა არის ანანაური და არის ანანური. ეს არის ანანური. ანანური არის ვიდრე სამრეკლომდე მოვიდეთ, აი გამდი არის ანანური, იქ არის თითქმის ეკლესია, მოდერნის ეკლესია, პატარა ეკლესია, ჩაკეტილი არის. ეკლესიები არის ძალიან კარგი, შემონახული და ბატონო, იმ მეთოდით დედათა მონასტერი უყურადღებო. მოშმარითავი და ვაქრები. დავით, როგორ მორწონს საქაურობა? Segi caia. აი სამოჭრილები არის დაიდო. აი პროდუქტი აჭუჭელი და ეგეთი რაღაცა ინახებოდა ისე. და ეს გამომწვევია, ეგენი არის ესე. კამერა? სიტყვით და რაღაცა როგორი იყო. ბაში. დაბლა რა. Febri de ragazzi.
აქედან მშვიდი ყოფილი. ეხლა გადაიწყობი და არა ეს იქითა წყალი. არა, დავითი და ლევანი.იანათი შუბისა და მანა. შუქი მიანათი წყალზე. ხანარი მიანათი ქვემო. ფანი თუ დაინდა. მომეც ექსახი ჩავა. Joyce. Oh. Kainat. Kim? Evet, abi nasıl geldi? Ha.
ლევანი ბიჭო, დავით. რომელიც ის არო პასუხი. დიდი და ადით. კიდეს მიყევ. მერდი და მე. დიდი და მე ვიღებ და რა ვქნა ეხლა გაცო. აბაშიძე. აურთო. ამოგივე. ჩარაგად იმკაც მოუსმინოთ საინტერესო წვება. ხო რაღაცა უცხოა. მე 10 ჯერ 15 ჯერ ავდა. ერთი ავტობუსი გვიახლოვდება. ჰა? დავშვები. ვახეში. ქოვორწვი. რომ ხეში ბლანიშ. ართრე, короче, აზი მასი ახოლე მოუს. მასი ექსკურსანტები. სავოი. ხორცე. ართე მე რჩენს გმოჩენ ავტობუსი. ხარა უჯ გარდა სიმანკა. ბიბი, ფაგორე თაკ. თითე ბორია გამოდევაზე. Мужики, петухи разбунтовали. ალაზი გენორტი და კუჩკილი. აბა გაიცინე. ო მალა. სივანი. ის მთები. ატიში მოგარენი. სოფელი. გასტუმრო. Kalbim
მადლობათ. გვირაბი. ანაროლე დაწ. რეკო არ გმაგედაზე. ვარ ახლა ვარ მაგედაზე კიდე შეგვიძლია. დაწ. სი. ერთი გრუნგო? ო. ხორე ხო. ვართ. შორე გრუსლია მაგორწყვი. იასდეს. შორე კი. ინგეჯინდა ჩოჯიჯე. ჩვენ ამსტასტუმ. ჯანგარგი ნო. აჩები გაგებული როა? იყო ჩვენი ოთახი. მეორე სართული. მეორე სართული. მოდი ერთი დავაახლოთ. ერთი გზაზე იარეთ შემოშვილო. დიდი მადლობა. კარგად. და. შორდება. დაგშორდა სალონი. სიცოცხლე ფორჯომის პარკი ხო შევდივართ ბატონო დავით რა თქვი ბეგოზის მოხდი რა ახსადაბი ის ბეგო ამდელი დავიწყდა ალბათ არ გამოსულა ძენი ისე ხო არ შევალთ ახლა ისეთი მე დატოვე კარზე ანუ დავტოვე მიდი რა დადევი ფულ მაგრამ რა თქმა უნდა ისე ხო არ შევალთ დადევი შორი თან გაფრთხილებული იყოს და დაუტოვე всё შეგიძლია შემოგვიყვე უსინდისოდ არ ვიცით კარგია კარგი ო დალია შინდა მე რა რა როგორ დალია და მე გადავი ერთი წუთი ლაი
ბატონი დავითი ირთმევს ბორჯომის ნატურალურ რძეს. შეგარგოს ჩემო დავით. საერთოდ არა ხალხი. ჩვენები არიან. მეცნობარს ხალხი. აი, ვიჟის გამოჩნდა. ოჰ. იო. ვაჯერა თულიქია. ცოტა თუ არ მოსე. შა. რადი ბიჭო. მოჩანა. არ დედასგებსი ცოტა თუ არ მოსე. აი რა გინდა? ერთსა გეტყვი რა მე. კიმეძიან გინდა. კიმეც რა. აღოლა ასეთი ბაგაღონი. აცალე რა. აი ჟარნის ტელეფონს მიგო. დია. დაიზრდები მოდი. არა, არა მე ასე. მერე. დია, ვითხარი ორი ოდესი. არა ხო? მარგი ვარგა. არგია რა. ჩანდა ნაკეში გიყვანცი. ჯამ შემოგოს მოზღოლანდინა. Días de la პარკის მოწესრიგება, დასუფთავება. Oba, 1 2 1 2 1
საათ უბოში რესტავრირება დაუდგეს ლეილას თითს. տեղილი თითით. არის დავით აბაში